კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე კომისიის 3 წევრის იმპიჩმენტს ითხოვს. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე განაცხადა. ხიდაშელის თქმით, აღნიშნული 3 პიროვნება არ ღვევს კანონს მაუწყებლობის შესახებ ხდომაზე კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედური ანგარიშიც განიხილეს, ასევე გაიმართა საგამოძიებო ფილმის ჩვენება ფართოდ დახუჭული თვალები, რომელიც რეგიონალური მაუწყებელთა ასოციაციის მიერ არის გადაღებული და საგარეჯოს ტელევიზიის პრობლემატიკას ასახავს. კომისიის იმ წევრების იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ვაპირებთ, რომლებიც უკვე ცალსახაა და გამოკვეთილია, რომ არ ღვევენ კანონს მაუწყებლის შესახებ. ორი ასეთი წევრი არის ბატონი ირაკლი ჩიქოვანი და კარლო კვიტაშვილი. ირაკლი ჩიქოვანს აქვს ბიზნეს ინტერესის გამო ინტერესთა შეუთავსებლობა, ასევე იმის გამო, რომ ის კომისიის ცხოვრების არ ესწრება უკვე თითქმის 1 წელია, რაც კანონის პირდაპირ დარღვევა. ბატონ კვიტაშვილს აქვს პარტიული პრობლემა, ის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო მთელი იმ ხნის განმავლობაში ცესკოში, რაც ამავდროულად კომისიის წევრი იყო, რაც პირდაპირ აკრძალულია და კომისია სწავლობს კომისიის მესამე წევრის სოფიო ბრიტანჩუკის ინტერესთა კონფლიქტის საკითხს, რაზეც დამატებით ინფორმაციებს ველოდებით.